ხართ ჭხრეკაზე და რო შემიშვათ. ჩემს სახლში ხართ ჭხრეკაში. ხო, ილიასთან. კი, მეუღლე. კი, მეუღლე ვარ ილიასი და დასწრების უფლება მაქვს ჭხრეკაზეც. ელენე. ხარიბეგაშვილი. სანამ დამთავრდება ჭხრეკა, მე არ გვინდა რომ ავიქოს რა თუ შეიძლება. რა აქვს მალე ზემოთ დაველოდები. რა პრობლემაა? ხო, მაგრამ არ მინდა რომ ქვემოთ დაველოდოთ. თქო, ძალიან კარგად ხვდებით ხო, რომ არ ვართ არაფერსგან დასული, წინალაევი სრულად ქონდა გადაღებული ჭხრეკის დროს და პრობლემა არ ყოფილა და წესით ეხაც არ უნდა იყოს. ზევით ხო არ შევარდება რა თუ არა უშვებენ ჩამოვაქვევით რა პრობლემა აუში დრო რო არ დაიკარგოს და იქვე შემოვა მიდი ადია არ უშვებენ მეგობრებო მეუღლეს როგორც ხედავთ არ აცრებენ ჯოფით არის ალბათ დავუცილებით რო გახავთ რომ აი შეხედეთ ყველა სართულზე ძებებია ეგონებათ ხალხს ხოცავენ იმეებში და თქვია ლილოებში, მანქანებში და ადმინებს იჭერენ რა არა რა ჩელიაბურსკში პოსტის დაწერა უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე იარაღით ვინმეს ჩაცხრილო როგორც ხვდებით ავალ რა შეგვიძლია შესვლა? ერთი წამოვკითხავი. არა, ზემოთ მინდა რომ ავიდე და დავესწრო ჭხრეკას. ჭხრეკაზე დასწრების უფლება მაქვს. იურიდიულად მაქვს ჭხრეკაზე დასწრების უფლება. რატო არ მიშვებთ სახლში? არა, ჭხრეკაზე უნდა დამიშვათ, მოწმის გარეშე. არა, მოწმის გარეშე არის და ამიტომ მე უნდა შევიდე და ჩემს სახლს ჭხრეკავთ. ჩემს სახლს ჭხრეკავთ და უნდა შემიშვათ. ხელს არ ვუშლი, ჩემს სახლს ჭხრეკავთ და უნდა შევიდე. ჩემს სახლს ჭხრეკავთ. არა, ვერ გაგიგეთ იურიდიულად მაქვს იმის უფლება, რომ ჩემი სახლის ჭხრეკვას დავესწრო. ანუ არანაირი კანონიერი უფლება არ იურიდიულად მაქვს უფლება, რომ ჩემი სახლის ჭხრეკას დავესწრო. ეს არის ჩემი ლეგიტიმური უფლება. შემიშვით. ერთი წამი არა შემიშვით. არ ვენდობი მე ამ სისტემას და ჩემი სახლის ჭხრეკას აუცილებლად უნდა დავესწრო. ხალხო, არ შეიძლება ესეთი უსამართლობა, არალეგიტიმურს არაფერს არ ვისხრო. ჩემი სახლის ჭხრეკაზე უნდა დავასწროთ. კი ბატონო და საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ლეგიტიმურად და კანონიერად მე მაქვს უფლება ვესწრებოდე ჩემი სახლის ჭხრეკას, სადაც ჩემი მეუღლეა მხოლოდ და მოწმის გარეშე რომ არა, დაცული არ ვარ თქვენგან მე თქვენგან და ამ რეჟიმისგან დაცული არ ვარ და რაიმე რომ არაკანონიერი არ მოხდეს, მე უნდა ჩემი სახლის ჭხრეკას დავესწრო, შემიშვით. არა, შემიშვით დავესწრო ჭხრეკას. რას ქვია არ არსებობს? არა, თუ რამე კითხები გეკნება დამატებით. კითხვა არ მაქვს, ჩემს ლეგიტიმურ უფლებას ვითხოვ დამიშვით ჭხრეკვაზე. ეხლა ამ ეტაპის ყველა პროცედურა დაცულია, შესაბამისად მიმდინარეობს. არ არის დაცული, რომ ჩემს გარეშე მიმდინარეობს ჩემი სახლის ჭხრეკა, ეს არ არის დაცული. არა, ვერ დაგერწმუნებით მე თქვენ ვერაფერზე, როგორ შეიძლება დღევანდელ პირობებში ვინმე რამეზე დაგერწმუნოთ? მე თქვენ პირადად არ გეუბნებით, ოღონდ რეჟიმს გულისხმობ. ვინ ესწრება ჭხრეკვას? ჭხრეკვას ვინ ესწრება? არა, ხომ იძახით რომ შესაბამისი კანონებით მიმდინარეობს ჭხრეკა და მინიმუმ ორი მოწმე უნდა იყოს, რომ ჭხრეკას დაესწროს. შემიშვით ჭხრეკაზე. შემიშვით ჩემი სახლის ჭხრეკაზე. რატო იქცევით ესე უსამართლოდ? პასუხი არის უსამართლო. დამალაპარაკეთ, ვინ გითხრათ ეგ და მაინტერესებს მე ვეტყვი რომ შემიშვას ჩემი სახლის ჭხრეკვაზე. შემიშვით ჩემი სახლის ჭხრეკვაზე. ხელს არ ვუშლის სამართლიანო
ანუ შემიშვით ჩემი სახლის ჭხრეკაზე მე ამის ლეგიტიმური იურიდიული უფლება მაქვს ჩემი სახლის ჭხრეკვას დავესრო არ არის სწორი როცა ორი მოწმის გარეშე ატარებ ჭხრეკვას ჩემს სახლში მით უმეტეს ორდერი არ გაქვს დარწმუნებული ვარ ჭხრეკვის შემიშვით დაურეკეთ და შემიშვით ჩემი სახლის ჭხრეკვაზე არაკანონიერ რაღაცას ჩადიხართ კანონში და გახადეს სისხლის დანაშაულად მაგისტრალის დაკეტვა სავარაუდოდ მომავალში მაგისტრალის დაკეტვას ვინ აპირებდა საერთოდ არც არავინ არ აპირებდა მაგისტრალის დაკეტვას შემიშვით რა ჭხრეკვაზე აი თქვენ ხო ხვდებით ერთ წამი მაინტერესებს თქვენ ხო ხვდებით რომ ეს უსამართლობაა გულწრფელად როგორც ადამიანს ესე გეკითხებით Facebook-ზე პოსტის დაწერა შეიძლება ესეთი კანონდარღვევად აღიქვებოდეს უსამართლოდ ეს ხო სამარცხვინოა ხალხო ამ ქვეყანაში ერთად ცხოვრობთ რამე სხვაგან ცხოვრობთ თქვენ სადმე სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენთვის ეგეთი სამართალი გემეტებათ ან თქვენი შვილებისთვის მართლა აი გულწრფელად გეკითხებით თქვენ შვილებს ხვანაირად მოიქცევია თუ გონიათ რომ მარტო ჩემთვის დგავარ მაგალითად აქციაზე და მარტო ჩემთვის იქნება ეს ქვეყანა უკეთესი თუ არ იქნება აქ რუსეთი და ჩაცხრილვა რაც მაგალითად გუშინ ლილოში იყო შემიშვით ჩემი სახლის ჭხრეკვაზე სახალხო დამცველი იქნებ მობრძანდეს და აი სახალხო დამცველმა თავი დაისვა ხეთის დამცველი რო გახდა სამმართველო შემიშვით ჩემი სახლის ჭხრეკვაზე შემიშვით ჩემი სახლის ბოდიში არ უშველეს ამ ამბავს ბატონო ჩემი სახლის ჭხრეკვაზე შემიშვით უკანონობაა რო არ მიშვებთ თქვენ არღვევთ კანონს ადამიანები რომლებიც კანონს უნდა ასრულებდეთ შემიშვით სახლის ჭხრეკვაზე ყველგან პოლიცია არცაც სამართალი შემიშვით ჩემი სახლის ჭხრეკვაზე ბატონო ამომყევით რა იმ ბატონთან რა არ შეიძლება ჩემი სახლი აქვს ჩემს სახლში რატო არ მიშვებთ შეგიძლია ხო და ამიშვი ხელმძღვანელთან ამიშვით ხელმძღვანელთან ამიშვით ხელმძღვანელთან და ესაუბრეთ და უარი განიცდეთ არა უნდა განმიცხადოს თანხმობა არ შეიძლება რომ არ მიშვებს ჩემი სახლის ჭხრეკვაზე ხალხო სირცხვილია რასაც აქ არ გრცხვენიათ რამდენი წლის ხარ ჩემ ხელა ხო ხარ არ გრცხვენია მართლა გეკითხები არ გრცხვენია ხო და სამსახურეობრივ მოვალეობას კანონიერად ხო უნდა ასრულებდეს კანონის დაცვა მეგობარო და არა ოლიგარქების დაცვა და მათი ბანდიტური კანონები შემიშვით ჩემი სახლის ჭხრეკვაზე ბატონო შემიშვით ჩემი სახლის ჭხრეკვაზე რატო ვერ მიშვებთ რატომ რა არაფერზე არ გამეცით ერთადერთი მითხეთ რომ არ შეგიშვებთო და რატო არ მიშვებთ მეგობრებო მეცხრე მეოთხე კვარტალი მეცხრე კორპუსი შემიშვით სახლის ჭხრეკვაზე მე ბარდაგირთად რომ პროცესს ვიღებ თლიანად ჩემი სახლის ჭხრეკვა მიმდინარეობს არაკანონიერად და ჭხრეკვაზე არ მასწრებთ ხალხო არ ვენდობი ამ კანონიერებას თქვენ ხო იცით ჩემზე კარგად ხო იცით აქ რა ხდება ხო იცით კარგად მე უკანონობას ხო არ გთხოვთ არაფერს მე ვითხოვ რომ ჩემ არა მეც გთხოვთ რა მაქსიმალურად მინდა რომ დაცული ვიყო მაქსიმალურად მინდა რომ დაცული ვიყო და მაქსიმალურად ჩანდეს რომ კორექტულად და ადამიანურად გთხოვთ რომ დამიშვათ ჭხრეკვაზე მესმის მაგრამ ეს არაკანონიერია რასაც პასუხობ არ არის კანონიერი რასაც პასუხობ არ არის კანონიერი როგორ ვინ ესწრება ხა ჩემი სახლის ჭხრეკვას ვინ? რატო გავიგებ შემდგომ ჩემს სახლში მიმდინარეობს ჭხრეკვა, იქ არ არის მოწმე. ადვოკატი შიგნით არის? ადვოკატი შიგნით არის? ადვოკატი შიგნით არის? რას ქვია კაცო, ჩემი ქმარი მარტო ეგ თუ ადვოკატი მაინც ყავს მაინტერესებს. ჩემს ქმარს ვერ ვკითხავ არა აქვს ტელეფონიდან. ნახეთ სადეთ რა არის? სადე არა აქვს ტელეფონი. სააქტუალურად თქვენს ქმარს ტელეფონი. ადვოკატი არის შიგნით შევშვით? დეტალებზე ითქოს მომსო. მაინტერესებს ადვოკატი არის თუ არა შიგნით, ამაზე პასუხი არის რთულია? დეტალებზე მომიგე. ასე შევაგრძელოთ. ხალხო, აი ესეთ
სამართალში ვართ, ჩემი სახლის ჩხრეკვაზე არ მიშვებენ. ილია არის იქ, არ ვიცით არის თუ არა მოწმე, არ ვიცით არის თუ არა ადვოკატი, ამაზე პასუხს არ ვიღებ და ჩემს იურიდიულ უფლებას, რომ ჩემი სახლის ჩხრეკვას დავესწრო, მართმევენ. შემიშვით სახლის ჩხრეკვაზე, კიდევ ერთხელ დაურეკეთ, ვინც უარი გითხრათ. ბატონო, თხოვნა მაქვს თქვენთან კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, რომ შემიშვათ სახლში. ხო, მაგრამ მე მაქვს მოთხოვნა, იქნებ დაურეკოთ, ვინც არის თქვენი ხელმძღვანელი და უთხრათ, რომ მეუღლე, რომლის სახლიც არის და სადაც ჩხრებთ, უნდა შევიდეს და დაესწროს და შემიშვით. სანამ გაარკვევთ და თუ დამთავრდა და თუ ჩადეს იქ რაღაცა არაკანონიერი, მერე აზრი აღარ ექნება. ვერ ვენდობი ამას, იმიტომ კი არა რომ თქვენ არა, ამ სისტემას ვერ ვენდობი. თქვენ ხო კარგად იცით ამ სისტემას რატო არ შეიძლება რომ ვენდო? რატო არ შეიძლება რომ დავესწრო, თუ იქ ყველაფერი კანონის დასვით მიმდინარეობს, რატო არ შეიძლება რომ დავესწრო ამას? მესმის, მაგრამ აზრი, ანუ ერთი არის პასუხი და მეორე არის ამ პასუხში რა აზრი არის, ხო? კი, მაგრამ ხო და იმასაც არ მეუბნებით, ვინ ესწრება და არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ და ჩემი მეუღლეც დარწმუნებული ვარ, რომ იქ არ არის უსაფრთხოდ და იქ ყველაფერი კანონი. ილია შიგნით არის კი, მაგრამ იქ არის თუ არა იურისტი, არ ვიცი. მარიამ, გეხვეწები გამირკვიე, შევიდა თუ არა ადვოკატი, იმიტომ რომ აქ არ მეუბნებიან ადვოკატი არის თუ არა. მარიამ ყაულაშვილი, გთხოვ თუ უსმენ რა. მეგობრებო, ეს ყველა სართულზე დგას პოლიცია, გეგონება მართლა კრიმინალს იჭერდნენ ვინმეს. ყველა სართულზე დგას პოლიცია და ჩემი სახლის შხრეკვაზე არ მიშვებენ. ხო არ გაგირკვევიათ რამე? არაძლევს საშუალებას რომ შიდა ტერიტორიაზე შევიდეს, ასევე მინდა გაჩვენოთ, არ ვიცი ჩანს თუ არა კაცი, მაგრამ თითქმის ყველა სართულზე არის პოლიციის თანამშრომლები განლაგებული და შეიძლება ითქვას, რომ კორპუსს და შესასვლელს ესე იცავენ, რომ შიდა ტერიტორიაზე არავინ არ გადაადგილდეს, ასევე აქ ადგილზე იმყოფება მათ შორის ილიას მეუღლეც, რომელსაც ჰქონდა ცოტა ხნის წინ საუბარი, ესაუბრებოდა პოლიციის თანამშრომლებს, რომ შიდა ტერიტორიაზე შესვლის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ მას არაძლევენ შიდა ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, როგორც ჩვენ ვიცით, შიგნით იმყოფება ილია გლონტი, მაგრამ არ გვაქვს ინფორმაცია, არის თუ არა მასთან ერთად ასევე ადვოკატი, რომ ესწრებოდეს ამ ჩხრეკის ოპერაციას. მინდა რომ პირდაპირ ეთერში ქალბატონ ირინეს გავესაუბრო. ქალბატონ ირინე, რომ გითხრათ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ვინ იმყოფება შიგნით, რას უკავშირებთ ამ ჩხრეკას, რომელიც ახლა აწარმოებს შესაბამის ეწყობა? შიგნით ვინ იმყოფება ჩემი მეუღლის გარდა, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ პოლიციას ვეკითხები და ისინი არ პასუხობენ. ასევე შიგნით არ მიშვებენ, რაც ჩემი იურიდიული ლეგიტიმური უფლება, რომ ჩემი სახლის ჩხრეკვას დავესწრო და ჩხრეკვას უნდა ყავდეს მინიმუმ 2 მოწმე მაინც. წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ ესწრება ახლა ამ ჩხრეკვას. საერთოდ არ ვიცი ორდერის რამის აქვს თუ არა, რისი უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ ადამიანი უდანაშაულოა, მაგრამ მაინც უკანონოდ არ მიშვებენ სახლში, უკანონოდ შევიდნენ ჩხრეკვაზე. ილია არის მარტო, არ ვიცით არის თუ არა იქ იურისტი. ჩემი ხმა ისმის. მეგობრებო, ჩემი ხმა ისმის. აცეთი პოლიციელი პასუხს არ გვექცევს, დრო გაიარეს და ისმის ჩემი ხმა. ითხრეს თითქოს ლაივში ვარ. ჩემი ხმა ისმის, მეგობრებო. ჩემი ხმა გესმით? რატომ გიშვებენ? პირველ ესწრება კანონიერი. პასუხი არ აქვს, არ შეიძლება. არ ვიცი ვინ ერთი წამი გამოდი. აზრი არ აქვს. ამათან აზრი არ აქვს საუბარს. ამათ დავალებას აძლევენ ასრულებენ. გესმით ახლა?
კანონიერ მოთხოვნა. არ ვიცი, ანუ ადვოკატით შეუშვეს თუ არა, ეგეც არ ვიცი საერთოდ. მეგობრებო, მითხარით, ელემენტარული ადამიანური მომენტი არის, რომ ის მაინც თქვათ, ადვოკატი არის თუ არა, მარტოა თუ არა, უბრალოდ რომ ადამიანი, რომელიც მეუღლე არის ამ ადამიანის, ხო? უბრალოდ ელემენტარული ადამიანური მომენტია. რომ უთხრათ მარტო არის თუ არა, მეტს ხო არაფერს, აი გავიგეთ, არ გუშევთ, ნუ გუშევთ, მაგრამ არ გუშევთ, არ არის იურიდიული რო არ მიშოვდა. ხო, არა, ეგეც. დაანები, აქ არანაირი ადამიანური მომენტი არ ჭირს. ბატონო, გაარკვიეთ თქვენ მიშვებენ თუ არა? ხო მითხარით რომ გაარკვევდით? კი რა. დარეკეთ, კიდე შემიშვებენ თუ არა? ველოდები პასუხს. რამდენ ხანში გეტყვიან? ხო, მაგრამ ჩხრეკვა რომ მორჩება მე არ მინდა, ეხა მინდა. პატივცემულო, ხო გვითხარი სამართლებრივად მიმდინარეობს, ანუ სამართლებრივად თუ მიმდინარეობს, ნიშნავს რომ იქ ან ადვოკატი უნდა იყოს, ან მოწმე უნდა იყოს და ამის დასტურს გვაძლევთ. მე გაგას პასუხი და მე კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. რატო ადვოკატი არის თუ არა, ხო უნდა ვიცოდე. უბრალოდ სიტყვა კი ან არა, რო ვიპასუხოთ. არის ან არ არის. რთულია რომ უბრალოდ გვითხრათ, მარტო არის თუ არ არის გითხარით. ეს ხო იცით. აი რანაირად იცით და იღენით ხალხო ეგეთ დროს რა გჭირთ? აი ძიმა, როგორ შეიძლება? რამდენ ხანში გეტყვიან პასუხს კითხეთ რა? მოდი მარტივად გეტყვით. მე უსამართლო, არა, მარტივად გეტყვით ჩემ დამოკიდებულებას რა. თქვენ გამეცით პასუხი. ეს არის თქვენი ვინც გაძლევთ დავალებას იმის პოზიცია, მაგრამ მე უსამართლობას არასდროს არ ვეგუები. შესაბამისად, ამ კითხვას გაგიმეორებთ იქამდე, სადამდეც ვეცდები, რომ მივიღო ამაზე სამართლიანი პასუხი. არ გაუტყდები. არ გაუტყდები, ანუ მარტივად რო გაიგოთ. და იქნებ თქვენს მას ვინც გაძლევთ დავალებას უთხრათ, რომ ადამიანი იურიდიულ უფლებას ითხოვს, რომ შევიდეს თავის სახლის ჩხრეკვაზე და მომცეთ ამისი უფლება. რისი უფლებაც მე ლეგიტიმურად მაქვს. თქვენც ხო იცით, რომ მაქვს ამის უფლება. თქვენ ხო ჩემზე უკეთ იცით, რომ ამის უფლება მაქვს. მე რო თქვენს მოსვლამდე 5 წუთით ადრე ყოფილიყავ, იქიდან არავინ არ გამომიშობდა, ხო ესეა? ვიქნებოდი მოწმე, როგორც წინა ლაივზე მოვიდნენ, ვიყავი მე მოწმე, მიუხედავად იმისა, რომ 2 მოწმე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე ვიყავი მოწმე, 1 და მქონდა ლაივი. არავის ამაში ხელი არ შეუშლია და არც უთქვამს, რომ მე არ უნდა დავსწრებულიყავი პროცესს. ანუ 5 წუთით ადრე მოიწერა ილიამ, სავარაუდოდ ტელეფონი არ ქონდა ჩამართვეული. დაპოსტა და იქიდან გავიგე, რომ პოლიცია შემოვიდა სახლში. ჯერ მოვიდნენ საერთოდ გაზიდან. ესისთან დაწერეს და აი მაგ დროში შემოვიდა. გეხოცებით რა გამირკვიეთ? შეიძლება კიდევ ერთხელ. ახლიდან გითხრათ? არა, იმიტომ რომ ჩვენთან სამწუხაროდ თავისი ვერსიას ავარ. კი ბატონო, მოკლედ ჩვენ სახში არის პოლიცია ჩხრეკვაზე. რაზე არის, რა მიზნით, რა მუხლით არის შესული, არ ვიცით. ილიას ვერ უკავშირდები, იმიტომ რომ ტელეფონი აქვს გამორთული, გავიგე მის Facebook პოსტიდან, რომ ჩვენთან მოვიდა პოლიცია. არ ვიცით, არის თუ არა ადვოკატი იქ. და არც ერთი მოწმე, ანუ ესეთი ობიექტური მოწმე იქ არ არის. იმიტომ რომ სახში არავინ არ იყო, ილია იყო მარტო და ადვოკატიც არის თუ არა, ესეც არ ვიცი და ამაზე მეუბნებია, რომ ვერ გეტყვითო პასუხსო. ასევე უარს მეუბნებია, რომ შევიდე ჩემს სახლში, დავესწრო ჩხრეკვას, რისი ლეგიტიმური უფლება მე მაქვს, იურიდიული უფლება, ამაზეც მეუბნებიან უარს. ოღონდ მიზეს ვერავინ ვერ მეუბნება. თქვენ რას უკავშირებთ აი ამ ჩხრეკვას, რაც ახლა დასტარტება? სავარაუდოდ ხვალ რომ დაგეგმილია თუნდაც მაგისტრალის გადაკეტვა შეიძლება თუ არა უკავშირდებოდეს აი ამ. მე მგონი მაგისტრალის გადაკეტვა არ არის დაგეგმილი, იკეტება უბრალოდ ერთ-ერთი მთავარი გზა. ეს არ არის მაგისტრალი, ჩვეულებრივი მთავარი გზა არის, თუმცა ეს რეჟიმი მაქსიმალურად ცდილობს დაშინებას. წინაზე ჩხრეკვით ეცადნენ დაშინებას, ეხლა ცდილობენ დაშინებას, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ილიას ვერაფერს ვერ აღმოუჩენენ კანონდარღვევას, რაზეც შეიძლება რომ რამე შეკერონ კიდეც მაინც. ანუ არაფერი არ აქვს ადამიანს ჩადენილი. მაგიტომ მინდა რომ ავიდე და დავესწრო, რომ რაღაცა არ ჩადონ პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ამათგან გამორიცხული არაფერი არ არის საერთოდ. შეგახსენებთ, რომ დაანოსტათ არგამაძის მიერ, რომ ესე ხო, თქვა ჩადებები მზად დაავალეს. ამიტომ ვამბობ, კი. აქედან რომ თვითონ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღონ ილიას გასული აბსურდი. სრული აბსურდი, აი ისეთი სიგიჟე რომ არ გითხრეს პასუხი კიდე? თქვენ მითხარით, რომ დაველოდები პასუხსო.
მატყუებთ, რომ პასუხსელოდებით და იგივე იქნება პასუხი? მართლა გულწრფელად გეკითხებით. თუ მართლა არ გქონთ. არა, გიყურებს, რაო, ხალხი რა ვქნათ, ტელევიზიები, ყველაფერი თქო იმის ხელშია, ხელისუფლების ხელშია, ერთადერთი იარაღი ესა გვაკითხა და როცა თუ კანონს ხო და მესმის რომ თქვენ ვერ მაძლევთ და მაგიტო გთხოვთ რომ იქნება იმათ ცხოვოთ პასუხი, ვინც უნდა გასცეს პასუხი. ხალხი გიყურებს, იმეც არ უყურებს მაგდენი. მაგიტო გთხოვთ პასუხის გაცემს, რომ სანამ ჩხრეკა დამთავრდება, იქამდე შემიშვით სახლში. იმაზე მაინც კითხეთ, რომ იქნებ მითხრათ ადვოკატი არის თუ არა შესული. არ მაქვს ადვოკატის ნომერი მარიამ ყაულაშვილს, რომ ადვოკატი მარიამ ყაულაშვილ. ერთი წამი უცებ თუ ჩაიწერდა მას გეტყვი. მედია ლაივში არჩთვის. არა იურისტი არის თუ არა ნეიტრალური მოწმე, როგორც მოგეხსენება, გავშელდა ინფორმაცია, რომ დაევალა შსს განკვეთილ ქვედანაყოფებს, რომ მოხდეს ჩადებები და სია იქნა ერთგვარი ვინ უნდა დაპატიმრდეს და აქედან გამომდინარე მაქსიმალური სიფრთხილეა მეგობრებო საჭირო და იურისტები რა ვიცი თავმჯდომარეები ამ არასამთავრობოების იქნებ მოგზაურობთ და დაგვეხმაროთ. იურისტთან თუ ხარ კავშირზე, თქო კითხე, თქო შიგნით თუ არის, თქო. თუ იცით ვინმე შიგნით არის თუ არა, რა ან ადვოკატი რომ მოვიდეს ვინმე ვიყავდა წინაზე ელენე. ჩვენი ადვოკატი არისო ეკონომიკა. ხო? აკიკა მომიხსნა რომ ადვოკატი შიგნით არის? ყველა სართულზე აბსოლუტურად ყველა სართულზე მეგობრებო. ელენე, ჭირდება კიდევ ერთი. არ ვიცი, რა ვიცი. ხოცავე, ბანდიტებად, ოქროდარჩიანებად. მეგობრებო, სავარაუდოდ შიგნით არის ადვოკატი, ყოველ შემთხვევაში კიდე ერთს გამოუშვებენ. მე სახში მიუხედავად იმისა, რომ ამის სრული იურიდიული უფლება მაქვს, არ მიშვებენ, რომ დავესწრო ჩხრეკვას და სავარაუდოდ არც არავინ სხვა არ ესწრება ჩხრეკვას. არაფერი წარმოდგენა არ გვაქვს შიგნით რა ხდება და სამივე სართულზე აი ესე გამაგრებულები არიან და არ ვიცი რა იცავენ, ბიზნეს მილიონებს ალბათ, რა ვიცი, შეიძლება თვითონ სხვა რას ფიქრობენ, რომ იცავენ. ჩუმად იქნებით და ხვალ აღარავინ აღარ იქნება, ვინც გვერდით დაგიქნება, ყველას ჩასვან, ყველას მოგადგებიან. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება ახლაც თუ ხმას არ აიმაღლებთ. და აი ამ ლაივში კიდე ვინმე ჩემი ქოცი ახლობელი თუ მისმენს და მიყურებს. კიდე ერთხელ შეგახსენებთ, ვის და რას უჭერთ მხარს. და ეს არ არის პოლიტიკური, ეს არის უკვე ამორალურობის და არაადამიანობის საკითხი. და ცოტა თვალები გაახილეთ უსამართლობის ჩადენას ხო არ უწყობთ ხელს. დიდი ალბათობით არც ადვოკატია და არც მოწმე არ არის. და მეუღლესაც არ შეგვე საკუთარ მარტო იყო, ხო? თან იქამდე ერთი 15 წუთით ადრე მივიდნენ ვიღაცები, გაზიდან ვართ სახში შემოგვიშვით. კი. და არ შეუშვა? არ შეუშვა. კიდე კარი. ნუ სამწუხაროდ ამ რეალურად არ შეუშვა, იმიტომ რომ კარები მქონდა, მე გარედან ჩაკეტილი და უთხრა რომ შიგნიდან ვერ ვაღებოდი. მაგრამ ნუ ამასთან შეგუება არის ყველა წარმოუდგენელი. ამ ჯერ ხო რაღაც არსებული რაღაცა რუსული სტილის კანონები მიიღეს უამრავი, მაგრამ ყველანაირ კანონს არ ყვევენ ისეთი ვითარება არასა. ყველანაირ კანონს. არა, ადვოკატი შეგიძლია მოწმეებს ჩხრეკვას ოჯახის წევრსაც არ უშვებენ. არც რეპრესიები ჩვეულებრივ. მეც რა უყვე მაგ ბიჭს? არა. მეც მან ცხოვრობ და მე არ მიშვებენ. ჩემი მეზობელი აუშვეს ხალხო და მე არ მიშვებენ. ჩემი მეზობელი თუ არ უშლის ხელს, მე უფრო არ შეუშლი ხელს. საბოლოოდ რომ დამიდასტუროთ, პასუხსაც არ ელოდებით ალბათ და არ შემიშვებთ ხო ჩხრეკვაზე. გულწრფელად მითხარით. როგორ?
ანუ არ მიშვებთ ჭხრეკვაზე. არ მიშვებთ, რომ დამიდასტუროთ. ანუ თქვენ მითხარით, რომ ველოდებიო პასუხსა და ისო პასუხს ველოდებით თუ აღარ მიშვებთ ჭხრეკვაზე. როგორ? ვერ მიშვებთ, ხო? და რატო ვერ მიშვებთ? მიზეზი შეგიძლიათ მითხრათ. ანუ ეს ხო არ არის სწორი, რომ ვერ მიშვებთ. იურიდიულად ხო არ არის სწორი. ანუ ესე შერჩევით თუ ადგენთ კანონებს და მეუბნებით, რომ დაცულიაო ყველაფერიო, როგორ უნდა იყოს დაცული თუ შერჩევით ადგენთ კანონებს? თქვენ რას ფიქრობთ? რატო გეცინება მართლა? აი, შენი მეუღლით დასაჭერად რომ მოვიდნენ უკანონოდ. სასაცილოს ხო ძალიან გაბრაზდები. არა, ერთი წამი. არ გეცინება. მართლა გულწრფელად მაინტერესებს. გულწრფელად მაინტერესებს. აი, შენი მეგობარი და მეუღლე, ოჯახის წევრი, აი რომ მოვიდნენ, საერთოდ არაფრის გამო არც ჭხრეკვაზე არ შეგიშვან. კანონები ისე გამოიყენონ, რომელიც აწყობთ, გამოიყენონ, რომელიც არ აწყობთ. მოგეწონება? ხო არ მოგეწონება? შენი ოჯახი რომ იმას გადიოდეს ყოველდღისაც ჩემი ოჯახი გადის, აი ეგ თუ მოგეწონება. დედა შენი რომ ისე ნერვიულობდეს, როგორც ახლა დედა ჩემი ნერვიულობს. აი ეგ თუ მოგეწონება საკუთარი. და მე რიცი ვანერვიულებ დედა ჩემს. მე რიცი ვანერვიულებ. Facebook-ზე, კაი, ერთი წამი. Facebook-ზე პოსტროდებ, მაგით ვანერვიულებ, რომ შეიძლება დამიჭირონ მაგის გამო. წარმოუდგენელი. ქვეყანაში სადაც დიპლომო პრეზიდენტი ყავს, რომელიც თვითაღიარებულმა დეპუტატებმა აირჩიეს, რაზე ვის უნდა მოთხოვოთ წიგნიერება, ვის უნდა მოთხოვოთ კანონები, ვის უნდა მოთხოვოთ სამართალი, წარმოუდგენელია უკვე просто ესენი ვერ ხვდებიან იცი რა. აი ხარო რამე გააჩარიჩონ, რამე ჩადონ. აი რამე რო გააკეთონ, ანუ მაგას გონიას რომ აქ ხალხი გაჩერდება? ანუ მე შემეშინდება და ხმას არ ამოვიღებ? ანუ 10 ჯერ მეტ ხმას ამოვიღებ, ვიდრე ილო იღებდა და გაძევებთ ყველას ერთად ქვეყანიდან. რა სწორებო თქვენ. უნდა თავად შვიდობა, ხარო. აი მე ჯერ ერთი აი ამ ნახევარ ოთახიან საყდ რა ჭხრეკეთ ერთი საათი დაიწყო. შესაძლებელია რომ უკავშირდებოდეს ხვალინდელ აქციას ტრემოდელიეს ჭხრეკა? არ ვიცი, სიმართლე გითხრა. შეიტანეს და უკვე მაგისტრალზე. არ ვიცი, იცი რა მაინტერესებს? ანუ ამდენად დებილები არიან, რომ ფიქრობენ, რომ ილოს დაჭერით ხვალ აქციაზე ხალხი არ გამოვა? მაგისტრალი კი არა, ყველა მაგისტრალს გადაუკეტავენ. როგორც კი ნებისმიერ აქციის წევრს შეეხებიან. ეს არ არის მარტო ილო, ზაგერ ნესთანაც შევიდა კიდევ ვიღაცებს დაიჭერენ. ანუ ხო იცია რომ ამით უარესს იღებენ. ჯიუტების ანუ ტესტავენ რა, აი რამდენად ვერ შეგვაშინებთ ხალხო, აი ვერ შეგვაშინებთ, იმიტომ რომ დასაკარგი არაფერი აღარ აქვს. ანუ ქვეყანა უკვე ჩამოანგრიეთ. ეხა ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენ ავაშენოთ ახლიდან ქვეყანა, თორე ქვეყანა უკვე ჩამოანგრიეთ. ყველა ინსტიტუტის მიტაცება მოხდა შეგამცემებთ ქვეყანაში სახალხო დამცველი სპეციალური საკონსულტაციო სამსახური ყველაფერი მიიტაცა. ესეთ განან სადარბაზოში ხალხო ჩემს სახლში არ მიშვებენ მიუხედავად იმის რომ იურიდიულად ამის უფლება მაქვს და პასუხსაც ვერ მცემენ რატო არ მიშვებენ ისიც არ მითხრეს რომ იურისტი არის თუ არა ილოსთან შესული შემდეგ მეგობრისგან გავარკვირო სავარაუდოდ არის ილოსთან იურისტი შესული მაგრამ მოწმე ჭხრეკვის მეორე არ არსებობს სავარაუდოდ ყავთ თავიანთი ადამიანი რომელიც არის მოწმე და გაფორმებული და ეწრება ჭხრეკას რასაც ჩაწერენ რომ კანონიერი მოწმე იყო და აი ეს მოწმე რას დაადასტურებს რას არ დაადასტურებს საერთოდ რას შეხედავს და რას არ შეხედავს კაცმა არ იცის ეს მოწმე თავისი მოწმე ხო როგორც წინაზე ყავდათ ვიღაც კაცი მოყვანილი და ჩაწერეს მოწმეში და კიდე კაი მე ვიყავი და ლაივს ვიღებდი კი და ეხა არავინ არ არის ეგ ფერას გეუბნებიან ვერაფერს ვერ მეუბნებიან უბრალოდ ვერ შეგიშვებთ რომ მეუბნები რომ ეს არის ჩემი იურიდიული უფლება რომ შევიდე ჩემი სახლის ჭხრეკას დავესწრო და თან ჭხრეკვას მინიმუმ 2 მოწმე უნდა ესწრებოდეს პასუხი არის რომ ვერ შეგიშვებთ
სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. რეალურია. ლიახლოდი გახლავთ სულ რო არაფერში არ გვეთანხმებოდეთ ელემენტარული გუნდური სამბავი არის აი ეს სახე გაისურვეთ ბაში და პატიოსანი ადამიანი. და ნუ როგორც მართლაც ვიჭებით ქვეყნის სიყვარულისთვის. სიგარეტსაც კი არ ეწევა სხვათა შორის. რომ იცოდეთ მეგობრებო. ვისაც გცალიათ მეგობრებო, დიღმის მასში ვართ. მეოთხე კვარტალი, მეცხრე კორპუსი და მოგწევდით თქვენი თვალით ნახეთ, როგორ გამოიყურება უსამართლობა კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში. ეს არის მეგობრებო, ეს არის თქვენი ქართული ოცნება. იმიტომ რომ ლინკი არ ზიარდება, მე მგონი არ ვიცი. ეს არის თქვენი ქართული ოცნება. ჩემო მეგობრებო, აი ვინც მხარს უჭერთ, ან ვინც ჩუმად ხართ და არაფერს არ ამბობთ და შიშის გამოაძლევთ ხმას, ანუ ამ რეჟიმს ან ეპირფერები და ისე ემონები, ან თუ ისე ცხოვრობ როგორც ჩვენ გინდა, გეკცევიან აი ესე. ხო და რა ვიცი, რამდენი ხანი აპირებთ მონობას და ან მაინტერესებს. ეს არის თქვენის სამართლიანი პოლიცია, რომელიც გამოუშვა ეხა ბიძინამ, რომ აი ხალხი პოსტებს წერს Facebook-ზე და მიდით ეხა მეორედ ჩხრეკენ თან ჩვენს თავს, მეორედ. პირველად ხო შემოვიდნენ ვერაფერი ვერ იპოვეს. ეხა მეორედ, არ ვიცი, რატო გონიათ რომ მეორედ რამეს იპოვიან თუ რამეს ჩადებას არ აპირებენ, არ ვიცი. არის ეჭვი როგორც ილოს მეუღლე ამბობს რომ რაღაცა შეიძლება ჩადო. იმიტომ რომ ამათგან გამორიცხული არაფერი არ არის. ეს არის ძალიან ლეგიტიმური. იმიტომ რომ არ მიშვებენ, არ მასწრებენ. მე პირველ ჩხრეყვაზე ვესწრებოდი და ლაივი მქონდა ჩართული და უყურებდა, რა ვიცი, 10,000-ობით ადამიანი და ეხა არ მიშვებენ. იმიტომ რომ კარგად ნახეს იმ ლაივის გამოძახილი რა იყო. ამავებს ეჭვს რომ რაღაც არ განზრახული რაც არის კანონის მიღება. ელენე ხარიბეგაშვილი. ხარიბეგაშვილი. რა მუხლით ხართ ჩხრეკაზე იქნება ეს მაინც მითხრათ? რა მუხლით ხართ ჩხრეკაზე? ბატონო, რა მუხლით ხართ ჩხრეკაზე? რატო არ პასუხობთ? რა მუხლით ატარებთ ჩხრეკას? შეგიძლიათ მითხრათ? ჩხრეკას რა მუხლით ატარებთ რომ მითხრათ? მეც აქ ვცხოვრობ და შემიშვით. მეც აქ ვცხოვრობ და შემიშვით. თქვენი უფროსი საწავიდა მითხრას რა მუხლით არის ჩხრეკა? რამდენი პოლიციელი ყავთ მობილიზებული ხალხო, უბრალოდ შეხედეთ ერთ ადამიანზე. ბიჭებო, ჩხრეკას რა მუხლით ატარებთ ჩემს სახლში, ვერ მეტყვით? რატომ აიგნორებთ? რა მუხლით ატარებთ ჩხრეკას ჩემს სახლში? თუ თქვენ პასუხი არ იცით, იქნებ თქვენს უფროს დაუძახოს და მიპასუხოს. ანუ სრული იგნორი. არ გსხვენიათ, მართლა მაინტერესებს. რა გჭირთ? ანუ სიტყვა გითხარით რაღაც, ლაპარაკი არ იცი? მუხლი მაინც გითხარით რა რაღაცა. რა მუხლით აკეთებთ, ატარებთ ჩხრეკას, იქნებ მითხრათ? აუ, მითხარი რა მუხლით ატარებთ ჩხრეკას, მითხარით. ეგ ხო არ მიკითხავს თქვენთვის, რა მუხლით ატარებთ ჩხრეკას? ანუ რა მუხლია? მოგვიანებით რა რაც მინდა მოგვიანებით მივიღებ დეტალები. ჩემს სახლში ჩხრეკაზე არიან შესულები. კი, ჩამოწერეთ.
რო გითხრათ აი ვისაუბრეთ დაიწყეთ შეგვა წარმოადგენს რა იმის შესაძლებელია და თქვენ რას უკავშირებთ ამ ფრეკვალის ცოდნა დაიწყეს წარმოიდგენა რომ აგერ ვიკითხები და პასუხს არ მიცემენ ჩემ სახლში ვშობენ დავესწრო ფრეკვას იმიტომ რომ მოწმე არ არის ჩემ სახლში და ილია იყო მარჩი შეუცენ იმასაც არ მეუბნებოდნენ ადვოკატი იყო თუ არა შეგვიძლია შესული ესეც მეგობრისგან გავარკვიე რომ ადვოკატი მგონი არის შესული ამას 100%-იანი პასუხი არ მაქვს მოხოც არანაირი ბაზაზე არ ვიცი და ანუ ჩემს იურიდიულ პროფესიას ფრეკვას დავესწრო არ მაძლევ რამ პასუხი არ აქვს და ვერ შეგვიძლია პასუხი და ვერ გიპასუხებ მოგვიანებით გაიგეთ ეს არის ანუ კონკრეტული მიზეზი ამის იმიტომ რომ ილიას არაფერი არ ჩაუდენია როგორც ადრე არ ჩაუდენია და ვერაფერი ვერ ნახეს ვერტყან ისე ხარ ჩაუდენია არაფერი ეს არის მორიგი დაშინება ალბათ ახალ ძალებს ტესტავენ რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დააშინონ არ ვიცი ხა იქაც გააკეთებენ იმიტომ რომ საერთოდ არაფერში მიუხედავად იმისა რომ სახში საერთოდ ვერ აღმოაჩენე არ ვიცი ის გააკეთებენ და უბრალოდ უნდათ რომ რაღაცნაირად სადონ და მუხტი ჩაახშონ აქციები ჩაახშონ ამას ის ძალიან გაგეშებოდა ჩემზე რა ვიცი ვერაფერს ვერ ვშვები არ მიშვებენ შიგნით ვინ ისაკოდევიძე რა მოხლით რა მოხლით გაყოფილებაში გადაუყარიათ ჯერებს რამდენი ხანია უკვე შესულები არიან ერთ საათი ხო იქნება ოდნავ აკლები მე მგონი არ უშვებენ ილიას მეუღლეს ეკა სავარაუდოდ მიმდინარეობს ხო ერთ საათს დავიდა რაც დაგვიყვება ხო კი ზუსტად თქვენ დაგირეკათ ილიამ და რა აუ ადრე უნდა მოსულიყავი რა აი მეგობრებო ეხა ვინც შემომიერთით ეს არის თქვენი უსამართლო ქართული ოცნება რომელიც უსამართლოდ მოდის უკანონოდ ორდერის გარეშე ჩხრეკენ ჩემს სახლს მე სახლში არ მიშვებენ მიუხედავად იმისა რომ ამის იურიდიული უფლება მაქვს რომ სახლში შევიდე და ჩემი სახლის ჩხრეკას დავესწრო არ მიშვებენ იმასაც არ მეუბნებიან შიგნით ადვოკატი არის მოწმე არის ვერ შეგიშვებთ პასუხი არაფერზე არ აქვთ ეს არის თქვენი სამართალი ამ ქვეყანაში და ამ უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძვით ადვოკატს არა ელენა შეხარ საუბრე ადვოკატს არა არ მისაუბრე ადვოკატს აი ეს არიან სამ სართულზე ჩამწკრივებულები იმე 40 პოლიციელი გამოუშვეს 41 ალბათ რო ჩემ 30 კვადრატულ ბინაში ჩაატარონ ჩხრეკა ხაჯები კაი დაიტოვეს გადაზიარა რომ ბევრმა ნახოს და იქნებ მოვიდეს კიდე არ ვიცი ამათ რისი შეიძლება საერთოდ შეეშინდეთ და სამართლობა რა შემთხვევაში არ გააკეთონ მაგრამ
ასეთ განან ხალხო რაც მოვედი, ჩემი მეზობლები ვინც აქ ცხოვრობდნენ, ისინი შეუშვეს და მე არ მიშვებენ ჩემი სახლის ჭხრეკლაზე. Просто რაგონიათ მითხარი, ანუ არ ვიცი. მეუბნები შემიშვით, იურიდიული უფლება მაქვს იმის, რომ შევიდე, წინა ჭხრეკლას დავესწარი, ლაივით გადავიღე, ვერ შეგიშვებთ. რა იურიდიულ უფლებაზე ლაპარაკობ? იურიდიული. ქვია ამ ყველაფერს, რასაც აკეთებენ? ისიც არ ვიცი ადვოკატი შიგნით არის, თორემ მაგასაც არ მეუბნებიან. ჯერ ესა გაზიდან დაგვადგნენ. სამი კაცი იყო. სახში შემოგვიშვთო, გაზიდან ვართო. მე ისინი წავიდნენ და ალბათ ისინი რო არ შეუშვით, ესენი მოგწანდნენ. და მეტყვი რავინ მოიყვანეს? არ ვიცი, ეს სამსართულზე არიან ჩამწკრივებულები და ალბათ ილია რო არ გაიქცეს. იმენა მუშაობდი რა თან და ანუ რატო არ ვიყავი სახში რა აი ეს ხალხო ამაგრებენ ჩემ კორპუსს სამსართულზე რო ჩემი ბინა გაჩხრიკონ მე არ მიშვებენ შიგნით ადვოკატი არის თუ არა მაგასაც არ მეუბნებიან ვინმე არის თუ არა საერთოდ ილიასთან მაგასაც არ მეუბნებიან ეს 30 კვადრატულის გაჩხრეკვას რამდენი ხანი უნდა ერთ ძალიან მაინტერესებს 1 საათია ჩხრეკენ. აქ არ ყავს იურისტი? აქ არ ვიცი ქვემოთ არის თუ არა. რა სამარცხვინოა, მაგრამ სირცხვი რო იქს და ჯერ ნამუსის ნატამალი უნდა გაკაჩდეს ადამიანს და ღირსების. რასაც აქ ნატამალსაც ვერ ვხედავ. არა ნატამალი ტიპი დგა და იცინის და რაღაცას ვეკითხები და პასუხს არ მცემენ და დგას და იცინის. არავინ არ არის კვალიფიცირებული რომ პასუხი მაინც გაგვცეთ. მე მგონი ყველა უნდა იყოს ასეთ ფორმები გაცვიათ. დამონჯდნენ მეგობრებო. ხო, არაფერს არ პასუხობ. ანუ რა მუხლით აკეთებენ ჭხრეკას, ამაზეც კი არ პასუხობენ. რომელიმე მუხლი იციან საერთოდ ზაპირად, ჯერაგაც საკითხავია. ვაფშე ბავშვები უდგანან შეხედე. Sta già non lo so.
როგორ მაინტერესებს რა მუხას გამოჩქრებენ ანუ ფანტაზია არ ყოფნის უბრალოდ რა შეიძლება რომ მოიგონონ თვითონ გამოიგონებენ და ჩაწერენ ხო აი რა უნდა მოიგონონ მათი სტილი აი ამ რეიდებით თბილისი მოლთან დაგეგმილი აქციის ჩაშლა თუ გინდათ 20 ჯერ მეტ ხალხს მიიღებთ პირობას გაწევთ. ელენე ჩაგწერა. კანონში შეიტანეს ცვლილება და დაამატეს მაგისტრალი მნიშვნელოვანი ობიექტების სიას რაც ასე ვთქვათ მომზადება იმისთვის რაც დღეს ხდება სავარაუდოდ აი ესე სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა ზუსტად კანონები რო შეეხება იქ თემაიც ერთი 6 თვითმეორე დაგეგმილ რაღაცეებისთვის კანონებს და აქ უკვე მეორე წინა დღეს წვია კანონებს და მეორე დღეს გადგებია რა ეს მდგომარეობა მეგობრებო ესე საქართველოში გაგვიგზა უცრად გავაკეთოთ და 50000 ადამიანი არ უნდა იდგეს უსთაველზე და 20000 უნდა იდგეს 100000 ადამიანი და მე ამას ვერ გავედავთ. ამიტომ ვაჩვენოთ ამათ რამდენი ვართ. რა თქმა უნდა კრიტიკული მასივით დასული. აქ თუ გინდათ მეგობრებო ვირას მხარდასაჭერად მოსვლა დიღმის მასივი მეოთხე კვარტალი კორპუსი 9. მოვიდეთ ყველა ხმა უნდა მოვიმაღლოთ. რომ რამე შევცვალოთ ამ ქვეყანაში ის არაფერი არ გამოვა ოკუპირებული პოლიციას ბატონო გონი მოდიან სავარაუდოდ იმა მოდია და გადაიყვანე ხელისუფლებას თვითონ ხელისუფლებას ვერ გააჩვენებს და ვერავის ვერ გააჩენს რა ბრძოლა იქნება ხოლმე და ხოლ გამიგებთ იმას თუ რა გამოიწვევს თქვენ აი ამ სამართლო უკანონო ქმედებებს რა შედეგები ექნებათ და იგივე ძალიან მოძებნია მეგობრებო ოდნავ გამოიწვევს ეს უკვე გამოყოთ მეგობრებო ჩემი აზრით ინფორმაციით იქია და გადაიყვანოთ გაყოფილებაში ხო მარია შეიძლება ქალაქის სამართლოშიც გადაიყვანოს სიმართლეს არ ვიცი რაღაცას ამოძრავდნენ ხო და რაც მდგომარეობა ახლა შეუძლებლად ცხოვრობს ძალიან დასასრულებლად რა ვიცი კულტურული ღონისძიებებზე და ასე შემდეგ არჩევათ მოგლაყები უკანასკნელად ვარდზე ვარი მოგწევთ მოუწევს შეჩნებს აქ დასვენება
რა გამოაქვთ ერთი რეები ამოიღეს ძალიან მაინტერესებს. ილია აჰა, ჩემი კომპიუტერი მიაქვთ. ბევრი არაფერი ამოიღოთ მე კომპიუტერიდან. ილო ადვოკატი იყო შენთან? არა, ადვოკატის გარეშე იყავი? არ ვიცი, ხრეკა ზუსტად იგივე საქმეა, ხელახლა დაიწყეს ეს საქმე როგორ ჩანს. ზუსტად იგივე მუხლი, ზუსტად იგივე გააკეთეს. ისევ შეხავ, როგორც ეხლა გადავყავარ განყოფილებას. ილო ადვოკატის გარეშე მიყავ ხარ? ხო, და ადვოკატს დაუკავშირე. რას უკავშირებ, რაც ხდება. მარიამ, დაურეკე მარიამ ყაილაშვილის რომ ადვოკატი არ ყავს. რომელ განყოფილებაში გადაყავთ? რომელ განყოფილებაში გადაყავთ? პოლიცია სამართალი. რომელ განყოფილებაში გადაყავთ? რომელ სამართალი. რომელ განყოფილებაში გადაყავთ? არსად სამართალი. ილო გამაგდი. ილიას არ ყავს ადვოკატი, სახში არ იყო ადვოკატი და ადვოკატის გარეშე გააკეთეს ეს ყველაფერი და ილია გადაყავთ მთავარ სამმართველოში ქალაქის. მარტო იყო და ადვოკატის კი არ ყავდა. ადვოკატის კი არ ყავდა. მიუხედავად არავინ არ შეუშვეს, მათ შორის მეუღლე. მოკლედ არსად სამართალი მეგობრებო, ეს არის გრძელდება. ადვოკატი მჭირდება სასწრაფოდ საქალაქო სასამართლოში. დაურეკე და მეგონა რომ შიგნით იყო და მარტო ყოფილა თუ ადვოკატიც არ ყოფილა შიგნით. რა თქმა უნდა არ იქნებოდა. ეხლა ადვოკატთან ერთად შევიდოდნენ ისინი. იგივე მუხლი. მოკლედ ადვოკატი არ ყოფილა ჩემთან სახლში, სადაც შხრეკდნენ. არ მითხრეს რომ ადვოკატი არ იყო მოწმე ამ ჩხრეკაზე. არის იგივე მუხლი, რითაც თავიდან პირველად შემოვიდნენ ჩხრეკვაზე. ილია გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში. არ გეგონოთ რომ ამით ვინმე შეაშინებთ და არ გეგონოთ რომ ამით რაიმეს აირიდებთ თავიდან. 20 მაგად მეტ პროტესტს მიიღებ, პირადად მეგაძლევთ ამის პირობას.